მოგესალმებით. დღეს ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ სულის კონტრაქტზე. და როგორ ჩანს ვედურ ასტროლოგიაში, როგორ უნდა დავინახოთ სულის კონტრაქტი. ჯერ რომ განმარტოთ, რას ნიშნავს ეს, არსებობს ძალიან ბევრი გავრცელებული აზრი, რომ ჩვენ გვაქვს ყველასთან და ყველაფერთან კონტრაქტი, უბრალოდ შემხედრებთანაც კი. და ყველასთან კონტრაქტი გვაქვს, რომ კავშირი შედგება ჩვენ შორის. ესე არ არის. სულს აქვს ძალიან ბევრი შეთანხმება, მაგალითად, რომ კონკრეტულ ადამიანს დაეხმარება, რომ რაღაცას გააკეთებს, მაგრამ ამ შეთანხმებას ან ვასრულებთ, ან ვერ ვასრულებთ, მაგრამ ასევე გვაქვს ერთი კონკრეტული კონტრაქტი, რაც ჩვენთვის უმთავრესია. და ეს ძალიან კარგად ჩანს რუკაში. ზოგადად მე ყოველთვის ვარ დაინტერესებული იმით, რომ პრაქტიკაზე შემოწმებული ტექნიკები შემოგთავაზოთ, თუ რაღაცას უბრალოდ გავიგებ ან ვისწავლე ჩემი მასწავლებლისგან და ამის შემოწმება შეუძლებელია, სანამ შეუძლებელია, ამაზე მე არ ვსაუბრობ ხოლმე და ეხლა მოგიმზადეთ ეს როგორ დაინახოთ თქვენი კონტრაქტი რუკაში და ასევე მოგიმზადეთ რამოდენიმე ძალიან საინტერესო რუკა ჩემი ახლობლების და მეგობრების, რომელთაგანაც უფლება ავიღე, რომ მათ რუკაზე ესე საჯაროდ მესაუბრა და ძალიან საინტერესო ისტორიები გელოდებათ. ესე იგი, პირველ რიგში ვედური ასტროლოგია გვეუბნება, რომ ადამიანის კონტრაქტი სულის ჩანს მეცხრე სახლიდან. როგორ ჩანს მეცხრე სახლიდან? მეცხრე სახლის მფლობელი პლანეტა არის ამ სულის კონტრაქტის მატარებელი და იმ სახლში, სადაც წასულია ეს პლანეტა ჩვენს რუკაში, არის ამ კონტრაქტთან დაკავშირებული თემა. მაგალითისთვის, მეცხრე სახლის მფლობელ პლანეტას ვიღებთ, რა პლანეტაა, შეიძლება ნებისმიერი პლანეტა იყოს და ვუყურებთ, რომელ სახლში არის ჩვენს რუკაში. და შემდეგ ვცდილობთ ამ პლანეტის ენერგიას დავაკავშიროთ ამ სახლის ენერგიასთან. და ეს არის ჩვენი სულის კონტრაქტი. ეხლა განახებთ კონკრეტული რუკების მაგალითებზე, როგორ გამოიხატება ეს ყველაფერი. და ეს პირველი რუკა, მაგალითად, ხედავთ ასცენდენტი ქალწული, ცოტა მოგიწევთ რომ იცოდეთ ასტროლოგია, რომ გაიგოთ ყველაფერი აქ, მაგრამ მე მგონი არც თუ ის რთული გასაგებია. მაგალითად, ამ რუკაში ხედავთ, რომ მეცხრე სახლის მფლობელი არის ვენერა, კუროს ნიშანშია მეცხრე სახლი და ვენერა არის წასული მერვე სახლში. ამ ადამიანის სულის კონტრაქტი არის დაკავშირებული ვენერას ენერგიასთან და არის დაკავშირებული მერვე სახლთან. ეს არის ის ინფორმაცია, რაც შეიძლება რუკიდან ამოვიკითხოთ. ეხლა მოგიყვებით კონკრეტულად ამ ადამიანის შემთხვევაში რა ხდება. ესე იგი, ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაღაცა ეზოთერიკასთან უნდა იყოს კავშირში, მერვე სახლია, რამე ოკულტურ ცოდნასთან ან მაგიასთან, მაგრამ არაფერიც მსგავსი არ ხდება ამ შემთხვევაში. და ამ ადამიანს დიდად არც ეზოთერიკის სჯერა, არც ოკულტური მეცნიერებების და ეს კონტრაქტი არის დაკავშირებული სიკვდილთან, კონკრეტულად მერვე სახლი არის სიკვდილი. ამ ადამიანის ისტორიაში, რეინკარნაციებში არის ძალიან ბევრი ტრაგიკული სიკვდილი, სადაც სხეული ზიანდება. იყო შემთხვევა, როდესაც გაიყინა, იყო შემთხვევა, როდესაც გაიჭყლიტა, იყო შემთხვევა, როდესაც ხელი მოაჭრეს და ამ ცხოვრებაში აქვს მიზნად, რომ როგორც ჯანსაღი, თლიან სხეულს შენარჩუნებული ადამიანი, არა ტრაგიკულად, არამედ ესე ლამაზად ვენერასეულ ენერგიაში, ვენერათან სიკვდილთანაც არის კავშირში, იცით? ვენერას ენერგიაში მოკვდეს ისე, რომ ცნობიერებამ შემდეგ ცხოვრებაში თლიანად განიცადოს სხეული. როდესაც მაგალითად დავიზიანებთ სხეულს, მაგალითად რომელიღაც ცხოვრებაში მოაჭრეს ადამიანს ხელი, ხო? შემდეგ ცხოვრებაში ცნობიერებას აქვს ეს ჯანსაღი ხელი, მაგრამ დიდი შანსია, რომ კიდე იქ რაღაც მოუვიდეს, იმიტომ რომ ეს ხელი მის ცნობიერებაში ბოლომდე ჯანსაღი არ არის, მას ქვეცნობიერად კიდევ ახსოვს, რომ იქ რაღაცა მოხდა. ამიტომ ის, რომ ჯანსაღ მდგომარეობაში
სიბერით ადამიანი მოკვდეს, აი ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ადამიანს აქვს კონკრეტულად ეს კონტრაქტი, კონკრეტულად ეს დავალება მიცემული. არ ვიცი, ხა საკუთარი თავისთვის არის მიცემული თუ ვინმესგან არის მიცემული, საიდან მოდის ეს კონტრაქტები კონკრეტულად ამ ეტაპზე არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ არსებობს. და ეს ნამდვილად ესეა. ნახოთ რა ხდება მეორე რუკაში. ამ რუკაში ხედავთ მეცხრე სახლის მფლობელი არის ტყუპები, შესაბამისად არის მერკური. მერკური წასულია მე-12 სახლში. ამ შემთხვევაში იმ ინფორმაციას, რასაც რუკა გვაძლევს, არის რომ ამ ადამიანის სულის კონტრაქტი არის დაკავშირებული მერკურთან და მე-12 სახლთან. კონკრეტულ შემთხვევაში ახლა რა ხდება? ეს არის ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ძალიან დიდი ხნის წინ არის ინკარნირებული, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ უფრო ასეთ პრიმიტიულ ეტაპს გადიოდა და ინკარნაცია ჰქონდა პირველი ცხენთევზად, შემდეგი ინკარნაცია იყო ნიანგის, შემდეგი ინკარნაცია იყო, ეხლა თქვენ გაგეცინებათ ამ ყველაფერზე, მაგრამ მე ამას სრული სერიოზულობით გიყვებით და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესე იყო. შემდეგი ინკარნაცია იყო ადამიანის. ოღონდ აი იმ პირველ ყოფილი იმდროინდელი ადამიანის, როცა ტვინი არ იყო დიდად განვითარებული და პრიმიტიულ ფუნქციებს ასრულებდა. შემდგომ ამ ადამიანს არ ვიცი რატომ, მაგრამ გადაწყვეტილება ჰქონდა ესეთი მიღებული, რომ დედამიწაზე აღარ დაბადებულა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. კონკრეტულად რომელ პლანეტაზე სად იყო არ ვიცი, მაგრამ შემდეგ ძალიან დიდი ხნის შემდეგ დაიბადა ისევ დედამიწაზე. და დედამიწაზე როდესაც დაიბადა, მოლოდინი ჰქონდა, რომ იცოდა ადამიანის სხეულში ყოფნა როგორია, მაგრამ როდესაც დაიბადა ადამიანის სხეულში, აღმოაჩინა, რომ ადამიანის ტვინი ახლა სულ სხვანაირად მუშაობს, ვიდრე ადრე. ბევრად უფრო მულტიფუნქციურია. და რასაც აკეთებდა ეს ადამიანი იყო, რომ ტვინს ზედმეტად ძაბავდა ენერგეტიკულად და არ აძლევდა საშუალებას, რომ სწორედ ეფუნქციონირა. და აი ამ ცხოვრებაში კონკრეტულში აქვს ესეთი კონტრაქტი, რომ გაიგოს, როგორ მუშაობს მენტალური სხეული ადამიანის. და მართლაც მის ცხოვრებაში რაღაც არის ეს ჰაილაითად მერკურის ენერგია და მენტალური განვითარებისკენ მისწრაფება. ასე ვთქვათ. და მისი ტვინი მართლაც მუშაობს ცოტა სხვანაირად ვიდრე ადამიანების. მაგრამ მისი მიზანია, რომ ზუსტად ისე იმუშაოს, როგორც ადამიანების ტვინმა. ვისაც გაგიკვირდათ, ადამიანის ცნობიერება არის უბრალოდ ცნობიერება, არ არის ადამიანის და შეუძლია ინკარნაცია ნებისმიერ რაღაცაში. შეუძლია დედამიწაზე არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ ხე, როდისღაც, რომლებიც იყვნენ თევზი, ნებისმიერი ცოცხალი არსება. პეპელაც კი. და შეიძლება შემდეგ ბევრი ცხოვრების შემდეგ ადამიანადაც დაიბადონ, ან იყონ ერთ ცხოვრებაში 8 ფეხა და შემდეგ მეორე ცხოვრებაში დაიბადონ ადამიანად. რადგანაც ცნობიერება არის ცნობიერება და არ არის ესე განსაზღვრული ადამიანის ცნობიერება, რაღაცა სხვა არსების ცნობიერება, უცხო პლანეტელის ცნობიერება. ეს უბრალოდ ცნობიერებაა და რასაც აირჩევს იმ მომენტში, რაც მისთვის კომფორტულია, რაც მისთვის საინტერესოა, იმად ინკარნირდება. შემდეგ რუკაზე გადავიდეთ. ამ რუკაში, როგორც ხედავთ, მე-9 სახლი არის მთვარის, კირჩხიბის არის და მთვარი არის წასული მე-4 სახლში. ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ამ რუკაში 4 პლანეტა არის მე-8 სახლში, კეტუ არის ტყუპებში, რამდენიმე პლანეტასთან ერთად და შესაბამისად ეს ადამიანი გასართობად არ არის მოსული, უფრო კარმის დასაწვევად არის დედამიწაზე და კარმის დაწვა ჩანს იმაშიც, რომ ის პლანეტა, რომელიც კონტრაქტს ატარებს, არის ემოციურ სხეულთან კავშირში და არის 0 გრადუსში, ანუ გათიშული აქვს შეგრძნებები, გათიშული აქვს ემოციური სხეული და უბრალოდ არის დაბადებული, რომ გამოსცადოს ბევრი რაღაცა დედამიწაზე, დაწვას კარმა, გაასუფთავოს. ანუ ფაქტიურად მთვარი არის აქ გასასუფთავებლად დაბადებული და რუკაშიც შესანიშნავად ჩანს ეს რაღაცა. შემდეგ რუკაზე გადავიდეთ და აქ რასაც ვხედავთ,
ვენერა არის მეცხრე სახლის მფლობელი, ანუ კურო და ვენერა არის მესამე სახლში წასული. ერთი შეხედვით ვხედავთ, რომ თვითგამოხატვასთან უნდა იყოს კავშირში, შემოქმედებით ენერგიასთან უნდა იყოს კავშირში ამ ადამიანის სულის კონტრაქტი და რეალურად ესეც არის, ეს არის ძალიან ძველი სული, დედამიწის შექმნიდან, ანუ აი ძალიან ძველი დროდან არის დედამიწაზე და აქვს ძალიან ნატიფი ენერგია. და კონკრეტულად არის კონტრაქტი ის, რომ ვენერას ენერგია გამოსცადოს ბოლომდე, სიამოვნება მიიღოს ცხოვრებიდან და გამოიხატოს დედამიწაზე ვენერას ენერგიაში. აი ეს არის ამ ადამიანის კონტრაქტი. და რა თქმა უნდა, მესამე სახლიც ირთვება ამ დროს, როდესაც გამოიხატება. და კიდე ერთ რუკას გაჩვენებთ. აი ამ რუკაში ხედავთ, რომ არის მე-11 ნიშანი, ანუ მერწყული, მეცხრე სახლის მფლობელი და ამ შემთხვევაში, ვისაც ტყუპები ასცენდენტი გაქვთ და მერწყული ხდება მეცხრე სახლის მფლობელი, მერწყულს რეალურად ყავს ორი მფლობელი და არა ერთი. ანუ მთავარი არის სატურნი, მაგრამ ასევე რახუც მერწყულის მფლობელია. ანუ ვისაც მეცხრე სახლი მოგიხვდებათ მერწყულში და მორიელში, იმიტომ რომ მორიელის მფლობელიც არის კეტუსთან ერთად მარსი, თქვენ გაქვთ ორი კონტრაქტი, ანუ ორი სხვადასხვა კონტრაქტი გაქვთ. ამ შემთხვევაში ხა ვხედავთ, რომ სატურნი არის წასული მე-6 სახლში და არის თან 0 გრადუსში. და რაჰუ კიდე არის მე-12 სახლში. ანუ რეალურად ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩართულია ღერძი რაჰუ კეტუს და ორის ძალიან საწინააღმდეგო ენერგიის დაბალანსება არის ამ ადამიანის ამოცანა. რეალურადაც ესეა და რეალურადაც ეს არის ადამიანი, რომელსაც წინა ცხოვრებაში არ ესმოდა რა არის დასვენება, არ ესმოდა რა არის სიამოვნების მიღება მუშაობის გარდა. მუშაობა იყო მისი მთელი სიცოცხლე, მთელი სიამოვნება და სიყვარული. ამ ცხოვრებაში მოვიდა იმისთვის, რომ დააბალანსოს ეს ორი ენერგია და მიუხედავად იმისა, რომ იქ რაჰუ არის მე-12 სახლში, მაინც მოახერხოს, რომ სატურნი გამოიყენოს ახლებურად, ისე რომ მთლიანად არ იყოს სამუშაო ყველაფერი და დასვენებისა და მუშაობის ბალანსი მოახდინოს. თქვენ ყველას, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ესე ჩაიხედოთ თქვენს მეცხრე სახლში, რომელი პლანეტა არის მფლობელი, სად წავიდა და შეგიძლიათ პატარა მედიტაცია გააკეთოთ, სადაც დასვამთ ამ კითხვას, რა არის ჩემი სულის კონტრაქტი. სინამდვილეში ჩვენ ყველა გულის სიღრმეში ძალიან კარგად ვიცით, რა არის ჩვენი სულის კონტრაქტი და თუ თქვენ ცნობიერად ჩადებთ ამაში ძალისხმევას და ასე ვთქვათ, ჯერ რუკაში ნახავთ, გაანალიზებთ, დაახლოებით იფიქრებთ, რა შეიძლება იყოს, რომელი პლანეტის ენერგიასთან არის კავშირში და შემდგომ ასევე ამაზე იმედიტირებთ, აუცილებლად მოგივათ პასუხი და აუცილებლად მიხვდებით, რა არის თქვენი სულის კონტრაქტი და ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ მის შესრულებაში. მოკლედ, ეს არის როგორც ჩანს ვედურ ასტროლოგიაში სულის კონტრაქტი, რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია მართლა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, გამიზიარეთ ასევე კომენტარებში თქვენი გამოტანილი დასკვნები და მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.